ძალიან თელავის თეატრში იყოს ესეთი სპექტაკლი, ან თქვენ არ იქნებოდით, მაშინ პატარა იქნებოდით, ალბათ შეიძლება გული ხელის გულზე, ასეთი სპექტაკლი. ეს იქნებოდა პატარა თეატრი. თინა ბურბუთაშვილი თამაშობდა მთავარ როლს. ბატონო. და ამ სპექტაკლისთვის მუსიკა დაწერა ზესტაფონელმა ზაალ ლოლაძემ. ეს ზაალ ლოლაძე იყო ძალიან ძლიერი პიროვნება ზესტაფონში. მეორე მუსიკალური სკოლის დირექტორი გახდა და რაც ყველაზე მეტი მთავარია, ლოტბარი იყო და არაჩვეულებრივი გუნდი ყავდა. და კარგი პიროვნება იყო და ეთყობა მაშინ იმ დროს ალბათ თელავში მუშაობდა თუ რატო შესთავაზე არა, ეგ პერიოდი ის პერიოდია, რამდენადაც ახლა მე ვიცი და დუტას ბებია იყო. თითქმის დარწმუნებული არ შევცდები, რომ ძალიან ბევრი მსახიობები, ჩვენთვის ცნობილი მსახიობები, სერგო ზაქარიაძის ჩათვლით, ჩადიოდნენ თელავის თეატრისთვის, რომ ასე ვთქვათ, მხარი დაეჭირათ, რადგან ახლებიყვნენ და რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები სხვადასხვა იმიდან ჩაყავდათ, ეძებდნენ ვინც შეიძლება აი ამის გამო მოხდა. ახალგაზრდა ყოფილა მაშინ იმ დროს. მაშინ ასეთი ცნობილი კომპოზიტორიც არ იქნებოდა, მაგრამ რატო შესთავაზეც არ ვიცი და ყოველ შემთხვევაში ეს ამ მუსიკას არის რომ ეხა მე არ ვიცი ეს. და აი ეს სიმღერას ახლა რასაც ჩვენ ვიმღერებს, ეს იყო ჩვენი ოჯახში დამკვიდრებული და ამას უმღეროდით. მაშინ კარგად უმღეროდით. ახლა ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო, მე სალაპარაკო ხმაც არ მაქვს, არ ამცუ სასიმღერო, მაგრამ კარგი სიმღერა იყო და კარგი და პირველად რომ მოვიდა ჩემი და ჩემი მეუღლის საქმეში, ჩემ ეს ზალიკო ლოლაძე იყო ჩარეული და იმან დაგვაქორწინა და ძალიან კარგი აქვს ჩემ ცხოვრებაში. და მე ჩემი შვილის ნათლია იყო და კარგი პიროვნება იყო და პირველად რომ მოგვიწვიეს დედაჩემმა და მამაჩემ, რა თქმა უნდა ზალიკო იყო ჩვენთან ოჯახში და ეს სიმღერა რომ ვიმღერეთ, კინაღამ გაგიჟდა ზალიკო. არავინ არ ასრულებს, არავინ არ იცის ეს სიმღერა. საინტერესო იქნება თქვენის მხრიდან, გთხოვთ. სვათაშორის ზესტაფონში ესე იყო ხოლმე მაშინ. ჩამოდიოდა თეატრი. ერთი თვე იყო რუსთაველის თეატრი, ერთი თვე იყო მარჯანიშვილის მუსკომედიის და აი იმ წელს იყო ერთი თვე, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული იყო თურმე ეს თელავის თეატრი. კი ბატონო. როგორც გითხარით, მამაჩემი ძალიან ისეთი კაცი იყო და ყველა სპექტაკლზე ესწრებოდა აბსოლუტურად. და აი ამისთვის, ეს ამდენჯერაც დაიდგა ეს სპექტაკლი, რომ დაიდგა პირველად და მოეწონა ეს სიმღერა მამაჩემს. ყველა სპექტაკლზე იყო, ამდენჯერაც დაიდგა ზესტაფონში, ხო განმეორდა ეს ისა. და ისწავლა იქიდან მამაჩემმა და გვასწავლა მე ჩვენს ოჯახში. ძალიან დამაინტრიგებელი შესავალი იყო და ასე რომ მეცნობა მოვისმინე.